გაუმარჯოს მეგობრებო, გადავხედოთ ხო კიდევ ავტობუსებს. ეს ვიდეოები დაცალკევებული TikTok-ში იქნება დადებული და აქაც მინდა ერთ ვიდეოში ყველა ავტობუსი გავიაროთ. ერთ ვიდეოში ყველა რა ეხლა ეს არის განხილვაში ეს Yutong 2016-იანი. ეს კიდე ორი Yutong-ები. ესეც არის 2016-იანი, მაგრამ ის ბოლო ისიც როგორც 2016 ითვლება, იმიტომ რომ 2015 წლის მე-12 თვის წარმოება. როგორც 2015 გამბაჟდება, თუ იქნება საჭირო. აი ეს. აი რა შეეხება ამათ ფასებს. ახლა ფასებსაც ახლა ვიტყვი და მე კიდე განვიხილოთ. ეს ნახეთ კაზახეთში ჩაყვანილი. ნახეთ აქ ჩაწერილი მაქვს, რომ ასე უცბად არ დამავიწყდეს არაფერი. 2015-იანი ხო არის ეს, ხო? აი მაგის ფასი 19,900, 33 ადგილი, გარბენი აქვს 111,000 евро 4. აი ეს. ხედავთ? ეს რომ უკვე ვიდეოს რო უყურებთ, რო უკვე იცოდეთ თან ფასებიც. ესეც ნახეთ 34 ადგილიანი. აჰა, ახლა გავა ეს. მოდი. წაიყვანა მანქანა. აი ეს 34 ადგილი, ფასი 22,600 ყაზახეთში უკვე გადასული. ეს არის 2016 евро 4. ეს არის სუფთა 2016-იანი. და გადავიდეთ კიდე, აგე კიდე ერთი გვაქვს. აქაც სხვადასხვა კიდე ესეთი ეგრეთ წოდებული მარშრუტკები და საკომერციო ტრანსპორტებია, მაგრამ ჯერჯერობით მაგეებს არ განვიხილავ. თუმცა არის ივეკოები და ამნაირი ბრენდები, რომელიცაც უკვე შეიძლება ნელ-ნელა წამოვიყვანო. და კიდე ეს. აი ეს 665, აი ეს მაგის ფასი სად არის? აი 25,400. 39 ადგილიანი, 134,000 გარბენი, ხო? ნუ და რაღაც კიდე ცოტა, აი 665, აი ესეც 665. ხო? აი ესენია, ესეც სუფთა 2016-იანი არის. მოდით ახლა კიდე გადავხედოთ, იქიდან დავიწყოთ და გადავხედოთ ამ ყველაფერს. ამას უკვე დავდეთ მე, ჯერ არ დამჭირდება, ფასი ხო დააფიქსირეთ ყველა. ხო და ეს რაც არის ეს ფასები და თუ რამე მე გადაახვევთ და ან მე კიდე თუ გამახსენდება, ამასაც ვიტყვი. მოდით ახლა ვნახოთ. ახლა ეს გავიაროთ მთლიანად 33 ადგილი. აქეთ სალონში ვნახოთ. აი სენელერა დავათვალიეროთ. ეს არის ორიგინალი მეორადი. არ არის გადაკეთებული. არანაირი არაფერი манипуляციები არ იყო. გარდა ჩვეულებრივ სერვისების და ჩვეულებრივ სიარულის. ყველაფერი ასეთი ნორმალური ჩანს, სუფთა ჩანს ყველაფერი. შეხედეთ? მე მგონი ჩვენიერია. კონდიციონერები, ანუ აბსოლუტურად მუშა მდგომარეობაშია. евро 4. ყველა დიზელი აუცილებლად. ყველა დიზელებია. აქაც ვნახოთ. აი ამას არ აქვს დიდი საბარგული, ეს აქვს საბარგული და აქეთ დიდი საბარგულები ესეთი არ აქვს, მაგრამ აქვს. აქედანაც ძრავსაც გადავხედოთ. აი ძრავი. ეს არის Weichai-ის ძრავი. ნახეთ. Special water pump assembly for Weichai. აქაც ყველგან Weichai. ეს არის წამყვანი ბრენდი და კამინსთან ერთად ჩინეთში. შეხედეთ. მდგომარეობა ჩანს, რომ შვენიერია. იმათთან შედარებით ეს გადაწყობილები და გადმოწყობილები რო არის
ისინი ძალიან იყო ესეთი ცოტა ეჭვიანობა მქონდა მაგ თემებზე და ეს ნორმა. აი ბორბლებში რო დახედოთ, არაფერი კრასკები არ უჩანს, ორსკატიანია. სხვებს ბევრს კიდე კრასკები უჩანს, უკვე აი კრილოების ქვეშ რო შეხედოთ, უჩანს რაღაც კრასკები რო განაკრასკი იყო და ასე შემდეგ. მაგრამ მე ვცდილობ რომ მარტო სახი და კარგი მეორადები იყოს. და კიდე ერთი რა არის ორიგინალი მეორადე, მაგრამ რაღაცა ქონდა გადანაკეთი. ისეთი არა ტექნიკური მხარე. მაგრამ უბრალოდ რაღაცისთვის დაჭირდა ფერის შეცვლა ამ ავტობუსზე. ეს ავტობუსი იყო წითელი. ეს ერთადერთი რაც იყო მაგის გადაკეთება. შეხედეთ? აქაც ეთყობა. აქედა მწვანე და ეგ წითელი რაღაც ნარჩენი. ჯერ სალონი ვნახოთ, ესეც 2016-05. სალონშიც შვენიერია, ნორმალურია. ორიგინალი მეორადი, გარდა იმისა, რომ ამას აქვს შეცვლილი ფერი. დანარჩენი ჩაოლებრივ დადიოდა და ჩაოლებრივ აკეთებდა სერვისს. რაც შეეხება რაღაც კიდე თუ საჭიროა, ეს შეგვიძლია შევამოწმოთ და აქვე დამატებითი ხარჯები იქნება, აქვე შევცვალოთ თქვა, ხო, თუ მოინდომეთ აქვე ზეთების შეცვლას და დანარჩენ ყველაფერს. ეგეც შესაძლებელია. აქაც ორსკატიანია. აი მე ხო იქ ვანახებდი, აი ნახეთ აქ შიგნით ჩანს რომ განაკრასკი იყო. აი ეთყობა შიდა კრილოებში. ნუ იყო განაკრასკი. ეს იყო მე როგორც თქვი, წითელი ავტობუსი. ესეც ვეიჩაიძრავა. დიზელი. შევხედოთ, დავათვალიეროთ. ელექტრონული გაგრილების სისტემა ყველას ასეთი აქვს. თითქმის ნახოთ, აი უყუროთ. რა აქვს კიდე? აი ნახეთ. ეთყობა, აი მრკინაზეც ეთყობა რომ წითელი იყო, აი მოწითალო ფერი არის აქედანაც. აი შიგნით ცოტა ეთყობა. ესე იგი სიმართლეს ამბობენ. მაგრამ მაინც ვცდილობ ყოველთვის მაქსიმალურად ამოვიღო ინფორმაცია. ეს თემა მე დავიწყე იმიტომ რომ ძალიან დიდი მოთხოვნა შემოვიდა. და მე მინდა რომ ჩვენც დავიწყოთ თანამშრომლობა და დავეხმარო ყველას ვისთვისაც საჭიროებს ნორმალურ ფასებში ჩამოიყვანოს ნორმალური ავტობუსი. მე მაქსიმალურად ვცდილობ რომ ეს ყველაფერი ნორმალური იყოს, როგორც წესოვე მანქანებზე. ეს არის ჩემი მეორე ასე ვთქვათ მიმართულება უკვე ავტობუსები. ასევე კი თვითცვლილებიც კი არის, ადრე რო დავიწყე თვითცვლილებზე ასე ვთქვათ ეს მიმართულება რო დავიწყე და აქტიურად დავიწყე უკვე რეკლამების მოწოდება. მან ეს იყო სადღაც 9 წლის წინ და მან შემხვდა უამრავი პრობლემა, რასაც ქვია ტყუილი. მე უკვე გავიგე ხალხი ზოგი თბილისამდეც ვერ ჩავიდა, რამდენჯერმე გაპუჭდა. ზოგი ჩამოვიდა, ამბობს რომ ვაიმე $17,000 ვიყიდე და აი ძალიან მაგარია და რა ძალიან მაგარია. მე ეგ ჩამოვიდა კიდე ყველა თავში ირტყავს რომ ჯერ მანამდე რომ ჩამოვედით რამდენჯერ გაპუჭდა და ასე შემდეგ. ეგ იყო დიდი პრობლემა, იმიტომ რომ მე დავაკვირდი რასაკეთებენ. ყველას რასაც ეუბნებიან არ იყო მართალი. ვინ კოდები დაცვლილი, შეცვლილი ისინი, გარბენები ჩამოყრილი. ასევე 2-3 მანქანიდან ერთი აწყობილი და დანარჩენი კიდე დეტალები, რაღაცეები ახალი დაყენებული. ახლებს აყენებდნენ რომ მაგარი ვიდი კონდეს, ძირითადად იმებს ყუთს დაუყენებენ ახალს
ან კარგად გაკრასკულს და გაშლიფობკებულს და თავისთავად ახალს რო დანარჩენს ეს ორი რაღაცა რო დგას ყველაფერს ფარავს ეგრევე უყურებ ვა ახალი მანქანაა და ფას უკვე ასე არ აკვირდები რა 17 და 18000 რო ღირს თქვათ 23 წლიანი მანქანა ან 20-იანი ეს ყველაფერს უნდა დავაკვირდეთ ჩვენ და მაგიტომაც მე იმდენ რაღაცებს რო შევხვდი მე შევაჩერე ეგ საქმიანობა რომ დავაკვირდი მაგ თემას ბევრი ხანი კი გავიდა მაგრამ ეხლა მალე უკვე მექნება მაგის ასე ვთქვათ საკმაოდ უკვე სხვა დონეზე ახსნა და გამარტება მაგ თემისა და ამაზე შეიძლება ვითანამშრომლობ ასევე ტრაქტორებზე სავარაუდოდ იმნაირი სიტუაცია მაგრამ ჯერ ხელს არ ვკიდებ იმიტომ რომ ძალიან ძნელია ჩემთვის სხვათა შორის ნელ-ნელა კიდე გავითარდება ჩემი სერვისები და ემატება კიდე ხალხი და უფრო მეტად მოვაწვდით ინფორმაციას უკვე როცა ვიქნებით ცოტა მეტნი, ხო? და მოდით კიდე აი ეს ერთი 39 ადგილიანი 2016-იანი ნახოთ ეგეც შიგნით არ არის არანაირი გადაგრასკული ორიგინალი მეორადი ეგეც არის 2016 მე-11 თვე შეხედეთ რა ხდება აქაც ნორმაა ყველაფერი მე როგორც ვუყურებ ნორმალური არ ვიტყვი რომ იდეალურია ყველაფერი მაგრამ ზოგისთვის ეს არის იდეალური ზოგი შეიძლება თქვას რომ იდეალურია თქვათ ფასის მიხედვით არ ვიცი თქვენ მითხარით ვიდეოებს რო გადახედავთ ყველაფერს მე ვცდილობ რომ ასე ნელა ყველგან ყველაფერი კუთხეების დაგანახოთ და ყველაფერი ხონდა ეს მე მგონი თუ ვიდეოში არის ფასი ვიდეოს დაწყებაში ფასი ვთქვი მე და 25400 სავარაუდოდ ღირდა ხო მე მგონი ხონდა თუ ფასები და გავიწოდოთ გადაახვიეთ დაწყებაში ვამბობ ფასებს პირდაპირ ფურცელზე დავწერე ყველაფერი იმიტომ რომ თვითონაც ხოლმე მეშლება და უკვე ვიწყებ ფურცელზე წერვას რომ პირდაპირ მასე გადაგიღოთ ვიდეოებში ხედეთ ეს არის საბარგული მომწერეთ კიდე აი YouTube-ზეც კომენტარებში დაწერეთ ხანდახან აი თქვათ ამას რო ვანახებთ რას დავაკვირდი რომ უფრო დაგანახოთ მაგრამ ჯერჯერობით მაგდენი შეიძლება არ ვიცოდე და ვერც გავიგებ მაგდენს იმიტომ რომ არა ვარ მე ახლა გამოცდილი ადამიანი მაგნაირ ტექნიკაში მაგრამ ყველაფერი მოდის ნელ-ნელა შეხედეთ ამას აბა დავხედოთ ყველაფერს რა ვიცი ყველაფერი ჩემი აზრით ნორმა ჩანს და საინტერესო და ოცდაცხრამეტ ადგილიანი არის ეს Yutong როგორც თქვი ერთ-ერთი მოთხოვნადი ექსპორტზე და როგორც BYD სავარაუდოდ მასე ავტობუსებში Yutong-ი ბევრია ექსპორტზეც გადის და აქ მას მარკეტზე Yutong-ის ბრენდი არის სამშვენიერი და კარგად მუშაობს ნელ-ნელა ამეებსაც დავიწყებთ თუ საინტერესოა ესეთი GMC აი ესეთი ფოტონები მაგრამ ეს ფოტონს ჯერ ასეთ აი ესეთი ხაიგერები რომელიც გავს აი ეს არის ხო არის Toyota Coaster აი მაგრამ ეს იმპორტული არის და საკმაოდ ძვირიანია შეიძლება ამ ავტობუსებზე უფრო ძვირი იყოს ეს თუმცა 2010-იანი წლის არის აი ეს არის ხაიგერი და ეს არის Golden Dragon მე როგორც ვიცი Golden Dragon-ებიც არის საქართველოში. Haiger, Golden Dragon, King Long-ი და Yutong-ი. ეს ავტობუსები. მოდით ამასაც შევხედოთ უცებ. ორსკატიანია. 20 ადამიანი ტევადობა. საკმაოდ მშვენიერია ტყავის სავარძლები.
მე მგონი ნორმალური ჩანს. აი, აქაც ასეთი მდგომარეობა. მოდით ვნახოთ გარბენი თუ რამეს გვაჩვენებს. ეს არა. მაგას ახლა ჩართვა უნდა რაღაცნაირი კიდე. მაგდენი არ ვიცი მე მგონი. აგიქ რაღაცებს open close რაღაც ავტობუსებს აკეთებენ და მაგასაც ვისწავლე. ჩართვა. ახლა კიდე ეს გამაკლია ავტობუსი გამიგორდეს სადმე. არის ესე იგი Golden Dragon, Higer, აი ესეთები. ავტობუსები ჩინეთიდან თუ დაგაინტერესებთ. მე დავიწყე როგორც თქვი მაგის განხილვა. ბევრი ხალხის მოთხოვნით, რეალურად ძალიან დიდი შეტყობინებები შემოვიდა და უკვე ვერ გავჩერდი რომ უნდა გავაკეთო მეთქი, იმიტომ რომ საჭირო თუ არის მაგ ხელაზე, მეც მინდა რომ ავიღო მონაწილეობა მაგ თემაში. ასე რომ ვითანამშრომლოთ. ერთმანეთს დავეხმაროთ და მეც დაგეხმარებით ამ რაღაცეების შეძენაში და სხვა ტექნიკის ნელა ნაბიჯებით გადავალთ საინტერესო რაღაცეებზე კიდე. მე ვარ ალექს, ავტომობილები, ახლა უკვე ავტობუსები ჩინეთიდან. გამოიწერეთ ეს YouTube არხი, გამოიწერეთ ჩემი TikTok არხი და დააკვირდით რასაც ვდებ და მალევე დამიკავშირდეთ თუ დაგაინტერესებთ ეს ყველაფერი. ან იმნაირი რამე. ყველას წარმატებები და ჯანმრთელობა. დროებით.